მენტალური მაგიის შესწავლა. უნდა ვისწავლოთ აზრის კონცენტრაციის ფლობაც. ნების ძალის კონცენტრაციის უნარის გაზრდის ხარჯზე. დაიწყოთ თქვენს წინ რამდენიმე საგანი, მაგალითად დანა, ჩანგალი, ფანქარი და დააფიქსირეთ თქვენს მეხსიერებაში ერთ-ერთი მათგანი. ზუსტად დაიმახსოვრეთ მისი ფორმა და ფერი. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ იმდენად პლასტიურად წარმოიდგინოთ ეს საგანი, როგორც სინამდვილეში გამოიყურება. თუ იგი გაქრება, თქვენი წარმოსახვით არ შეეცადეთ კვლავ მოიხმოთ მისი ხატსახე. თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი მხოლოდ რამდენიმე წამით გამოგივათ, მაგრამ სათანადო გამძლეობისა და განმეორების შედეგად საგანი უფრო მკაფიო გახდება და მისი გაქრობა გაჩენის რაოდენობა წარმოსახვაში თანდათან შემცირდება. ნუ შეგეშინდებათ პირველი წარუმატებლობების. თუ ეს შეძელით, შეგიძლიათ გადახვიდეთ იმაზე, რომ მოიწვიოთ ეს ხატსახეები გახელილი თვალებით. ისინი უნდა წარმოიდგინოთ თითქოს ჰაერში დაკიდებული და იმდენად პლასტიური ჩვენი მზერისთვის, რომ თითქმის ხელშესახებად ჩანდნენ. სავარჯიშო შესრულებულად ჩაითვლება, თუ კი ამას 5 წუთით შეძლებთ. ვიზუალური კონცენტრაციის უნარს მოსდევს აკუსტიკური. აქ თავიდანვე დიდ როლს თამაშობს წარმოსახვის ძალა. ამჯერად პირდაპირ ვეღარ ვიტყვით. წარმოიდგინეთ საათის წიკწიკი, რადგანაც წარმოდგენაში, როგორც წესი, გულისხმობენ ხატსახოვან წარმოდგენას, რასაც ვერ ვიტყვით აკუსტიკურ სავარჯიშოებზე. ნათლად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ, რომ გესმით საათის წიკწიკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოს დროს არის ის, რომ უნდა მოხდეს კონცენტრაცია აკუსტიკურ ხმებზე და დაუშვებელია რაიმე ხატსახოვანი წარმოდგენები. თუ წარმოდგენა მაინც ჩნდება, იგი მაშინვე უნდა განდევნოთ. მაგალითად, ზარის ხმის მოსმენისას არ უნდა წარმოიდგინოთ თავად ზარი. სავარჯიშო შესრულებულად ითვლება, თუ კი ადამიანი შეძლებს 5 წუთის განმავლობაში შეინარჩუნოს აკუსტიკური წარმოდგენა. შემდეგი სავარჯიშო შეგრძნებაზე კონცენტრაციაა. უნდა გამოვიწვიოთ სიცივის, სითბოს, სიმძიმის, სიმსუბუქის, შიმშილის, წყურვილის, დაღლილობის შეგრძნებები და შევინარჩუნოთ ისინი მანამ, სანამ არ შეგვეძლება რაიმე ხატსახოვანი ან აკუსტიკური წარმოდგენის გარეშე გავაკეთოთ ეს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. თუ გაითავისეთ ეს უნარი იმ დონეზე, რომ სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი შეგრძნების გამოწვევა და მისი შენარჩუნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. ასე გრძელდება ყველაფერზე. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.